სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს. სპეციალისტების შეფასებით დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე დადგეს. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, მზია ამაღლობელი კლინიკაში ყოფნის პერიოდში ექიმთა ჯგუფმა 7 და 12 თებერვალს მოინახულა. ამავე დასკვნის მიხედვით 7 თებერვლის ჩათვლით პაციენტს ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი უკვე 35 დღეა შიმშილობს, ის კლინიკა ვივამეთში რჩება. 2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი. კერძოდ შესაძლებელია შიმშილობის მეორე, კეტოზის და მესამე ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს. ურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით. ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას, რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება, დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში. პაციენტს აღენიშნება რქოვადის დაავადება, ამას კერატოკონუსი ქვია. ერთი თვალი დაოპერაციებია, ადრე მეორე არ არის დაოპერაციები. მდგომარეობა სტაბილურია, რასაკვირველია, აქვს 1-2 სიმპტომი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია დღევანდელ მის მდგომარეობასთან. ეს არის დისკომფორტი მხედველობის დაზიანების გამო და თვალის სიმშრალე. ამას მკურნალობენ ადგილობრივი ექიმები, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, ახლა სავსებით ვედახვევი მათ დიაგნოზსაც და მკურნალობის ტაქტიკასაც.